ვიმყოფებით თბილისის სამმართველოსთან, სადაც სავარაუდოდ ნიკამელია არის გადმოყვანილი. სიახლე არის ის, რომ ადვოკატს არ უშვებენ შიგნით, რადგან ესე ვთქვათ, არ ხდება დასტური შიგნიდან, რომ აქ იმყოფება ნიკა. ჩვენ შეგვიძლია რომ გავისაუბროთ ადვოკატს, გიორგი, რომ გითხრათ, რატომ არ ხდება? სავარაუდოდ ეხა აფორმებენ დოკუმენტებს, ვინაიდან მოგეხსენებათ ნიკა დაიჭირეს აბსოლუტურად უკანონოდ, უსაფუძვლოდ. ახლა ფაქტობრივად ჩემი ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ მოიგონებდნენ გარკვეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომ თითქოს და ნიკამ მიაყენა შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს. ალბათ ამას ახლა ყველაფერს აფორმებენ, დოკუმენტებს ადგენენ და შემდგომ უკვე შეიყვანენ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჯერჯერობით იზოლატორი არ გვიდასტურებს, რომ შესახლებულია, თუმცა გადამოწმებული ინფორმაციით ნიკა იმყოფება პოლიციის მთავარ სამმართველოში თბილისში. აი ეს არის და ეს. სამართლებრივ ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს რაც მოხდა ნიკამელიასთან მიმართებით არის ცალსახად კრიმინალური აქტი. ეს არის უკანონო ბრძანება გაცემული ხელისუფლების მიერ, რომელიც შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. ფაქტობრივად მათ გარკვეული შიშების გამო, იმის გამო რომ რაღაც ფიქრობდნენ უსაფუძვლოდ, რომ ხვალ ნიკამელიასთან მიმართებით წინასწარი შეკვეთით მართული სასამართლო გამოიტადა დაპატიმრების ბრძანებას. დღეს აპრევენციულად დააკავეს, თუმცა უკანონო დაკავებაც არის მძიმე დანაშაული, ბოროტად გამოყენებაც არის მძიმე დანაშაული, გააჩნია ძალიან მძიმე ხანდაზმულობა აღნიშნულ მუხლებს და მე არ ვიცი, ის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ფაქტობრივად ასეთ დავალებებს ასრულებენ, რაზე ფიქრობენ. 15 წლის განმავლობაში ხანდაზმულობა აქვს აღნიშნულ მუხლებს. აქედან გამომდინარე, ყველას ურჩევ, რომ კარგად დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, რისთვის აკეთებენ და რა მიზანია ყოველივეს ამას და თუ კი ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ნიკამელიას დაკავება გამოიწვია გარკვეულ ნებათა ხელვას, დამერწმუნებით ამ მოცემულობიდან გამომდინარე, ბევრად უფრო დიდი არის მაგის რისკი. მადლობა ძალიან დიდი. აქ იმყოფებიან ასევე ნიკამელიას, ესე ვთქვათ, თანაპარტიელები, მეგობრები. მე შევეცდები რომ გავესაუბრო ნიკა გვარამიას. ბატონო ნიკა, კითხავთ შეიძლება? ოქრუაშვილი, ჯაფარიძე, დღეს ნიკამელია. თქვენი პროცესი არის შემდეგი, სავარაუდოდ თქვენს დაგაკავებენ და განსხვავება მაინც არის ამ წუხვარ, რომ ეს განსხვავება ნიკას ამბავში ესე მოხდა, ნიკა დაკავებული არ არის, ნიკა არის გატაცებული და ამ წუთამდე გატაცება გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ეს კაც სად არის. უბრალოდ ვიცით რომ აქ არის, მაგრამ არ გვიდასტურებენ. ადამიანს მოუწყოს ჯერ დაედევნენ, უთვალთვალეს, ჩაუსაფრდნენ და გაიტაცეს. ამას დაკავება არ ქვია, თავისთავად ცხადია, ეს არის რაღაცა წინსწრებად ადამიანის იზოლირება, თუ რა ვიცი, განეიტრალება, მე არ ვიცი ამას მართლა რა ქვია და ამ წუთამდე კიდევ ერთხელ გეუბნებით, სანამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად ეს კაცი სად არის, არ ნახავს ადვოკატი და ასე შემდეგ, მისი გატაცება არ დასრულებულა. ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს და გელას მოუწოდებ, რომ დროზე შეუშვას ადვოკატი ნიკამელიასთან. იმიტომ რომ სახალხო დამცველმა უკვე დაადასტურა, რომ ის აქ არის. ერთადერთი ვინც ამას უარყოფს არის შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო უпростоრად. რეჟიმი რატომ იქცევა? იმიტომ რომ რეჟიმია. რეჟიმები ზოგადად ასე იქცევიან. ასევე კადრში ვხედავ გიორგი კირთაძეს, თქვენც გითხავთ. უშუალოდ ნიკამელია სახლიდან მიდიოდა გადაცემაში სტუმრად და გადაცემიდან ის უნდა მოსულიყო ოფისში და შეხვედროდა რავი ჩვენი პარტიის წევრებს. გზაზე სასახლეებთან აჩერებენ ავტომობილს, სადაც უეცრად აღმოჩნდება 200 ადამიანი რატომღაც და პრაქტიკულად ხდება ნიკამელიას გატაცება. აი ამ დრომდე თუ არ ვხვდები ეხა დაადასტურეს 2 საათზე მეტი, იმასაც კი არ გვეუბნებოდნენ, რომ ის აქ ყავდათ შემოყვანილი. საბოლოო ჯამში მიმაჩნია, რომ ეს არის ყველაზე ესე ხილული გამოხატულება ივანიშვილის რუსული რეჟიმის შიშისა და ისტერიის, რაც ავტორიტარული რეჟიმების ბოლო ჯამს ახასიათებს. წინააღმდეგობა და ართანამშრომლობა, ისაც გააკეთა ნიკამ, აკეთებს სხვა პოლიტიკოსები, აი მალე იცით, რომ ნიკა გვარამიას იგივე ბედიელის, ირაკლი ოქრუაშვილის, ზურა ჯაფარიძეს ციხეშია, ეს არის ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი საჩვენებელი რეჟიმის წინააღმდეგ ართანამშრომლობა და წინააღმდეგობა, რაც ჩვენ მიგვიყვანს აუცილებლად გამარჯვებამდე, ანუ ამ რეჟიმის ჩამოშლამდე. ჩვენ შევით ადგილზე და ველოდებით, ესე ვთქვათ, როდის შევლენ ადვოკატები, რომ გავიგოთ უფრო მეტი აღნიშნული საქმის შესახებ.